მე 2 ოქტომბერს მაქვს დაბადების დღე. თერთმეტ საათს დავამთავრე მე ჩემი გაკვეთილები. სახში მივედი ცოტა უფრო მოსაოდნელზე მეტად გვიან. მეგონა რომ გიგა იყო სახლში და მეგონა რომ ეძინა. ტელეფონი რო ავიღე დასარეკად და რომ დავხედე დროს 11 და 48 ეწერა და მიპასუხეს კლინიკიდან. მიპასუხა გოგონა, რომელსაც არ ქონდა საშიში ხმა და მითხრა თქვენ გიგავალენის დედა ბრძანდებით და ეს მეგონა სიურპრიზის ნაწილი. და მითხრა გიგა არის კლინიკაში. ესეც მეგონა სიურპრიზის ნაწილი. ტანსაცმელი სველი აქვს, წამოუღეთ. როგორ არ ლოგიკურიც არ უნდა გეგონოთ, მე ეს მართლა სიურპრიზის ნაწილი მეგონა. მე უკვე რომ მითხრა რომ ქუჩაში იპოვეს დაგდებული და კითხე ცოცხალია, მითხარი სისხლები აქვს, იმიტომ რომ მე მეგონა რომ მანქანა დაეჯახა. არ აქვს ქალბატონო სისხლები, უბრალოდ გათიშული იპოვეს გზაში. და წამოუღეთ ტანსაცმელი სველია. მე ამ საუბრის დროს უკვე ლიფტი გამოვიძახე. შევედი უკვე ლიფტში ხმა დაიკარგა. მითხრა ნუ გეშინიათ გალაპარაკებთ. ცენტრალურ გზამდე მისვლაში დამჭირდებოდა ალბათ წუთნახევარი, იმიტომ რომ მე არანორმალური ტემპით გავრბოდი. იქ ტაქსი იდგა ერთი, მან არ წამიყვანა, არ გამოიარა სხვა ტაქსმა, ტაქსის გამოძახებას დრო დაჭირდებოდა. უცებ მოვიდა 395 ნომერი ავტობუსი, შევედი ამ ავტობუსში. სავარაუდოდ, რადგან გზაცარიელი იყო ღამით, ალბათ ავტობუსს დაჭირდებოდა თვითონ 5 წუთი, რაღაც ესეთი. ჩემი ანგარიშით მე 12 საათამდე მივიდოდი. გიგა ავალიანის საქმე. მოუწევს თუ არა პროკურატურას ჯგუფური დანაშაულის აღიარება. თორმეტი საათი ხდებოდა, როცა დედამ კლინიკამდე მიაღწია. ქართულ ჰოლანდიურ ჰოსპიტალში, რომელიც თემქამუხიანის გზაზე მდებარეობს, საათნახევარი ალუდინეს, სანამ შვილთან შეუშვებდნენ. მიმღების დერეფანში მჯდარს ესმოდა, როგორ აყლაპებდნენ ზონდს გიგას. წამდა უწუმკითხულობდა, თავი ხომ არ აქვს დარტყმული. თუმცა მე თავი მაშინვე ვიკითხე, როცა კლინიკაში მივედი, ვიკითხე თუ არის გადაღებული კატე, მითხრეს გადაღებულია, თავში არაფერი არ ჭირს. გიგას ჰქონდა არანორმალურად გაფართოებული გუგები. ფერადი გარსი არ უჩანდა. მაპატიეთ რა. შუბლი მარჯვენა მხარეს ჰქონდა შეშუბებული. თვალხილულად ხედავდით? ეს დიახ. ეს რო ვუთხარი ექიმს, ეს რა არის ვეუბნები? თავის ფორმა. მეუბნები, არა, ჩემს შვილს არ აქვს ასიმეტრიული თავი. მე ვუთხარი, ეს სიტყვა დაიჭირა ექიმა, ჩემი ასიმეტრიული, ეს სიტყვა დაიჭირა და ჩემმა ძმამ მოითხოვა კატეს პასუხი. ნახე გვაქვს, ჩემ ძმასაც ვუთხა, არაფერი არ ჭირს თავში. და დანარჩენიო დასკვნა უნდა დადოს რადიოლოგმაო და იმ დროს ჩემმა ძმამ შეუვალი ტონით უთხრა, დაურეკეთ ეხლავე რადიოლოგ, დაარეკინა ჩემმა ძმამ და მაშინ მოისმინა რადიოლოგისგან, რომ თავი იყო გადახილი და მიმდინარეობდა გაჟონვა. უწყვეტად. მაშინე დაურეკეს ნეიროქირურგს, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გითხრეს, რომ უკვე დავრეკეთ ნეიროქირურგთან. და ნეიროქირურგმა მოითხოვა სასწრაფოდ მეორე კატე და მეორე კატეში უკვე თავისავსე იყო სისხლით. რა მოხდა იქამდე?
გიგა ავალიანი 28 წლის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. იმ საღამოს 22 საათსა და 7-8 წუთზე გამოვიდა ზღვისუბნის დასახლების მესამე მიკრორაიონის მეხუთე კვარტალში მდებარე 25 კორპუსიდან, სადაც დედასთან ეკა კუპატაძესთან ერთად ჰქონდა გახსნილი მოსამზადებელი ცენტრი. ისინი მათემატიკას ასწავლიდნენ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და მაგისტრანტებს. იმ დღეს გამოსვლამდე გიგამ როგორც ყოველთვის დედას შეუარა ოთახში და რადგან გაკვეთილები უკვე დაამთავრა, ცენტრიდან წავიდა. ამის შემდეგ მან სავარაუდოდ მაღაზიაში გაიარა, იყიდა პური, კონსერვი და კვერცხი, რაც იქიდან ჩანს, რომ რამდენიმე საათის შემდეგ, როცა გიგა ავალიანი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემთხვევის ადგილიდან პარკში ჩაწყობილი ეს პროდუქტებიც წაიღო კლინიკაში. ის ცენტრიდან სახლისკენ, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა, იმ ღამეს იმავე გზით გაემართა, რომლითაც მიდიოდა ყოველდღე გაკვეთილების დამთავრების შემდეგ. თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ გიგა იმ დღესაც როგორც ყოველდღე სკვერს გაივლიდა და აქედან აიღებდა გეზს თავისი საცხოვრებელი კორპუსისკენ, რომლის წინაც მას თავს დაესხნენ. თავდასხმის ადგილი რამდენიმე კორპუსის წინ მდებარეობს, რამდენიმე მეტრშია ავალიანების კორპუსიც, სადაც რამდენიმე წუთში გიგა უნდა შესულიყო. მაგრამ შემთხვევას არც ერთი მოწმე არ ჰყავს. თავდასხმა ვერც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რადგან ვერც ერთი ვიდეოთვალი, რომლებიც ამ ტერიტორიაზეა, ვერ სწუდება ამ პერიმეტრს. ძნელია იმის ვარაუდი, წინასწარ იყო თუ არა გათვლილი თავდასხმა ისეთ ადგილას, რომელსაც ვიდეო კამერების ობიექტივი ვერ სწუდებოდა. თავდასხმა სავარაუდოდ 22 საათსა და 20 წუთზე მოხდა. თავდასხმას თავად თავდამსხმელები იღებდნენ. თავდასხმის კადრები ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ნახა, თუმცა ფილმში მათი გამოყენების უფლება არ მოგცეს. ჩვენ მიერ დადგმული კადრები ზედმიწევნით ასახავს ყველა იმ დეტალს, რომლებიც ამ ვიდეო მასალაში იყო აღბეჭდილი. ვიდეო ჩანაწერი თავად თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა გრმ გადასცა გამოძიებას. დაკითხვისას მან თქვა, რომ ვიდეოს თვითონ იღებდა თავდაცვის მიზნით. თუ გვიჩივლებდა, უდანაშაულობას დავამტკიცებდით. გრს მიერ გამოძიებისთვის გადაცემილი ვიდეო კადრების ხანგრძლივობა 4 წამი იყო. ამ 4 წამში ჩანს, როგორ ურტყამს მისი თანმხლები პირი მუშტს სახის მიდამოში გიგა ავალიანს და ეს უკანასკნელი როგორ ვარდება ქვაფენილზე. ეს კადრი ამტკიცებს, რომ გიგა ავალიანი მუშტის დარტყმით ვარდება ძირს. თავდამსხმელების მიერ გამოძიებისთვის ამ კადრის გადაცემით პრაქტიკულად უნდა გამორიცხულიყო ვერსია, რომ თავდასხმის დროს მუშტის გარდა სხვა რამ საგანი იყო გამოყენებული. მაგრამ მალევე გაირკვა, რომ გრმ გამოძიებას გადაღებული ვიდეო მასალის ძირითადი ნაწილი დაუმალა. მიაწოდა მხოლოდ 4 წამი იმ მასალიდან, რომლის ზუსტი ხანგრძლივობა დღემდე არ არის დადგენილი და რომელიც წაშლილი იყო გრს ტელეფონში. აქედან 19 წამი საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზით აღადგინეს ამავე ტელეფონში წაშლილ სხვა მასალებთან ერთად. რა ჩანს იმ 19 წამში, რომელიც თავდამსხმელებმა დაუმალეს გამოძიებას? ახლა რა ჩანს ამ 19 წამში? დარტყმის შემდეგ, როდესაც გიგა ავალიანი ეცემა, ესენი აგრძელებენ შეურაცხყოფის მიყენებას უკვე გონება-წართმეულ გიგასთვის, თუმცა გონება-წართმეული აქვს ესმის, არ ესმის დაზუსტებით მათ არ იციან რეალურად. ერთ-ერთი, ვისაც ჰქონდა განზრახვა, ვინც ეჭვიანობის ნიადაგზე გეგმავდა ანგარიშწორებას გიგასზე თავის მეგობრებთან ერთად, ის უწევს ორფეხს, ხოლო მეორე, რომელიც იღებდა ამ დანაშაულს, მიდის და ჩანს კამერაში ხელი, ანუ შესაბამისად თვითონ არის, რომ ურტყამს სახეში. პროკურატურამ არ ჩათვალა, რომ აგრესია, რომელსაც ავლენს თავდასხმის მეორე მონაწილე ავალიანის მიმართ, აგინებს უშვერი სიტყვებით და ურტყამს სახეში, არის ავალიანზე თავდასხმის ნაწილი. გამოძიებისთვის დამალულ 19 წამიან კადრებში ჩანს, რომ ეს პირი, რომელიც თავდასხმას იღებს ტელეფონით, სახეში ურტყამს და აგრესიული სასტიკი სიტყვებით მიმართავს ძირს დავარდნილ ავალიანს იქამდე, სანამ გაიაზრებს, რომ ის უგონო მდგომარეობაშია. ანუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას აკეთებს გამოსაფხიზლებლად. ეს აგრესია გრძელდება რამდენიმე წამს. პროკურატურამ ვერ დაინახა აგრესია და დანაშაულში თანამონაწილეობა ამ ქცევაში. და ვერც ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები, რასაც სხვა ფაქტებთან ერთად ისიც ადასტურებს, რომ თავდასხმის გადაღება თავდამსხმელების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო და ამის გაკეთება გრს ჰქონდა აღებული თავის თავზე.
პროკურატურამ არ გაითვალისწინა არც ის, რომ თავდასხმის კადრები თავდამსხმელებს ფრაგმენტულად აქვთ გადაღებული. მასალა არ არის უწყვეტი. ტელეფონის კამერა გარკვეულ ეპიზოდებში ირთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეოს ავტორი ყველაფერს არ იღებს. და ამდენად გადაღებული ვიდეო მასალა არ ასახავს მომხდარის სრულ სურათს, რომელშიც შესაძლოა თავდასხმის მეორე მონაწილეს, გ-ს, სხვა ქმედებებიც განეხორციელებინა. სხვა საკითხია და კიდევ უფრო დამაფიქრებელი ის, რომ გადაღებული ფრაგმენტებიდანაც უმეტესობა წაშლილი იყო და მათგან მხოლოდ ნაწილის აღდგენა შეძლო ექსპერტიზამ. მაშინ რაზე დაყრდნობით გამორიცხა გამოძიებამ გიგა ავალიანზე მომხდარ თავდასხმაში გ-ს მონაწილეობა და რა საფუძველზე არ წარადგინა სასამართლოზე გიგა ავალიანის ოჯახის პოზიცია, რომ თავდასხმაში ერთის გარდა მეორე პირიც მონაწილეობდა და რომ დანაშაული იყო ჯგუფური. სხვა საქმეა სასამართლო გაიზიარებდა თუ არა პროკურატურის პოზიციას, მაგრამ ფაქტია, რომ დაზარალებულის უფლებების დამცველმა უწყებამ სასამართლომდე არ მიიტანა დანაშაულის კვალიფიკაციის გამამყარებელი ყველა მასალა. კანონით, ამას სასამართლოზე სხვა ვერავინ გააკეთებს, რადგან პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვს დაზარალებულის ადვოკატს. აქამდე უცნობი ვიდეო მასალა. რას აკეთებდნენ თავდამსხმელები გიგასთან პირისპირ 7 წუთის განმავლობაში? თავდამსხმელების მიერ გადაღებული ვიდეო მასალის გარდა არსებობს კიდევ ერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც აქამდე გახმაურებული არ არის. ეს არის შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხზე დამონტაჟებული ვიდეო თვალიდან ამოღებული მასალა. ამ კადრებში ჩანს 22 საათზე, 19 წუთსა და 54 წამზე, როგორ გაივლიან კამერის წინ სახლისკენ მიმავალი გიგა და სულ რამდენიმე ნაბიჯზე მას ადევნებული ორი მოზარდი. ზუსტად 7 წუთის შემდეგ კი 22 საათზე, 26 წუთსა და 35 წამზე უკან ბრუნდება ამ სამიდან მხოლოდ ორი, რაც ნიშნავს იმას, რომ დანაშაული უკვე მომხდარია. გამოძიებამ ღიად დატოვა კითხვა. რა ხდებოდა იმ 7 წუთის განმავლობაში, როდესაც გიგა ავალიანი პირისპირ იყო დარჩენილი თავდამსხმელებთან? ამ 7 წუთიდან ხომ მხოლოდ 23 წამის ჩანაწერი ამოიღეს გ-ს ტელეფონიდან, ანუ 23 წამზე აქვთ პასუხი. ისიც არაზუსტი, რადგან, როგორც თქვით, წყვეტილ კადრებს შორის შესაძლოა კიდევ ხდებოდა რაღაც, რაც ან არ არის გადაღებული, ან წაშლილია და ვერ აღდგა. საბედისწერო 7 წუთიდან 23 წამიანი ეპიზოდის გარდა ცნობილია კიდევ ერთი, თავად მოზარდების მიერ მოთხრობილი ფაქტი, რომელსაც მოწმეებიც ადასტურებენ. კერძოდ, 7 წუთიდან რამდენიმე წამი მიაქვს იმას, რომ შემთხვევის ადგილიდან 20-ოდე მეტრში მდგარ ბიჭებთან მიდის მაღალი ტანის 16-17 წლის ვაჟი და ეუბნება მათ. აიქ კაცია ცუდად და დაეხმარეთო. შემდეგ სწრაფად ჩორდება ამ ადგილს და უკან აღარ ბრუნდება. ჩვენ გადავამოწმეთ რა დრო დასჭირდებოდა ამის გაკეთებას. გავიარეთ მანძილი შემთხვევის ადგილიდან იმ ადგილამდე, სადაც ბიჭებს უცნობმა ახალგაზრდამ უგონოდ მყოფი ადამიანის დახმარებას თხოვა. ამ მანძილის გავლას რამდენიმე წამი დასჭირდა. თუ გავითვალისწინებთ ბიჭებთან გამოლაპარაკებისთვის საჭირო დროსაც, ამ ყველაფერს შეიძლება დასჭირვებოდა კიდევ 9 წუთი, ან ოდნავ მეტი. ანუ ცნობილია, რა ხდებოდა საბედისწერო 7 წუთიდან დაახლოებით 2 წუთში. მაგრამ გამოსაძიებელი რჩება საკმაოდ დიდი დრო, მთელი 4 წუთ 9.5 წუთი. რა ხდებოდა ამ 5 წუთში? რას აკეთებდნენ ამ დროის განმავლობაში გიგა ავალიანთან პირისპირ დარჩენილი თავდამსხმელები? შესაძლოა ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხსაც შეეძლო ახლოს მieყვანა გამოძიება თუნდაც დანაშაულის იარაღის არსებობის დაშვებასთან, რაც ამ საქმის ყველაზე ბუნდოვან ნაწილად რჩება. როგორ გამოიწვია სახეში ხელის ერთმა დარტყმამ, რასაც თავდამსხმელები ვიდეოთი ამტკიცებენ, გიგა ავალიანის ტვინის ასეთი მძიმე დაზიანება. სამწუხაროდ გამოძიებას ამ კითხვებზე პასუხი არ უძებნია. ცნობილია, რომ გიგა ავალიანის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარება სწორედ იმ ახალგაზრდებმა გამოიძახეს, რომელთაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, შემდეგ კი მიიმალა. მაგრამ მან დამალა მთავარი, რომ უგონოდ მყოფ ახალგაზრდას ტრავმა მიყენებული ჰქონდა თავის არეში. ამ ინფორმაციის დამალვამ კი ჯერ სასწრაფო დახმარების, შემდეგ კი კლინიკის ექიმები მცდარ გზაზე დააყენა. მათ პაციენტის უგონო მდგომარეობაში ყოფნის მიზეზად ივარაუდეს ნარკოლოგიური თრომა. მდგომარეობიდან გამოსაყვანად პირველი სამედიცინო დახმარების მიზნით პაციენტს ჩაუტარეს შესაბამისი პროცედურები. ნალოქსონის ინექცია, ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმები და ზონდით კუჭის ამორეცხვა.
მითხრეს რომ გიგა იყო მოწამლული. უკეთებდნენ კუჭის ამორეცხას. მე მესმოდა ხმები რომელსაც გიგა გამოსცემდა იქ, როცა ზონდს აყლაპებდნენ, მე ვიცანი გიგას ხმა ვიცის, ხმები გიგას იყო. თან მითხრეს კიდეც ახლა ზონდს ვაყლაპებთო. აი ზუსტად აი ეს მომენტი იყო მოსამართლე ხუსკივაძისთვის, ერთგვარი ამოსავალი, როდესაც პატიმრობა შეუფარდა 17 წლის არასრულწლოვანს, ზუსტად ეს აუხსნა, რომ თქვენ რომ იქ ინფორმაცია მიგეცათ, თუნდაც არ გეთქვათ, თქვენ წინააღმდეგ არ გაგეცათ ინფორმაცია, რომ თქვენ ჩაიდინეთ, ინფორმაცია რომ მიგეცათ სასწრაფოსთვის, რომ თავის ტრამვაა, ეს ბიჭი დღეს არ იქნებოდა ასეთ მძიმე დღეში, იმ დროისთვის, როდესაც აკვეთს უფარდებდნენ ამ არასრულწლოვანს გიგას ჯერ კიდევ ცოცხალი ერქვა. შემდეგ 5 დღეში გარდაიცვალა. შესაძლოა იმის გამო, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ და ბრალის წარდგენის ვადები შემჭიდროვებული იყო, ძიებამ საქმე სასამართლოში ისე წარადგინა, რომ არ გამოიძია სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც. ისეთი, რომლებსაც შეეძლოთ დანაშაულის კვალიფიკაციის ზუსტად განსაზღვრა და შესაძლოა შეცვლაც კი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ. გამოძიებამ დანაშაულის ადგილის დათვალიერება ისე ჩაატარა, რომ გიგა ავალიანის ყურსასმენებსაც კი ვერ მიაგვია. ეს ყურსასმენები თავდასხმის ადგილას მეორე დღეს ოჯახმა იპოვა. გარდა ამისა, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გამოძიებას არ ამოუღია არც ბრალდებულების ტანსაცმლის ნაწილი, კერძოდ აგს ჟაკეტი და ბენდენა, აგრეთვე გრს კეპი. არ ამოუღიათ არც ერთი მათგანის ფეხსაცმელებიც, რომლებიც ახალგაზრდებს თავდასხმის დროს ეცვათ და რაზეც დიდი ალბათობით ისეთი ბიოლოგიური მასალის აღმოჩენა შეიძლებოდა, რომელსაც შეიძლება სრულიად შეეცვალა ამ კრიმინალური საქმის მსვლელობა. ერთიც და მეორეც აღწერენ რა ეცვათ დანაშაულის ჩადენის დღეს. ერთ-ერთი ამბობს, რომ ეცვა რაღაცა ზემოთ, ქვემოთ, მაგრამ კეპი ეხურა. აქ ჩანს ის, რომ ვიღაც ინფორმირებული, კვალიფიცირებული კარნახობს, როგორ მოიხსნენ დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ის, რომ შეიძლება ტანსაცმელზე იყოს ბოჭკო, ის, რომ შეიძლება სადღაც იყოს დარჩენილი გიგას ბიოლოგიური მასალა, ასე ვთქვათ, დნმ-ი, წარმოუდგენელია ამ პატარა ბიჭებს ცოდნოდათ ამის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებას ცხელყვალზე არ ჩაუტარებია არც ჩხრეკა, არც ერთ ბრალდებულთან. საგამოძიებო საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულებთან კითხვაც კი არ არის დასმული, სად არის ის ფეხსაცმელი, რომელიც ახალგაზრდებს იმ ღამეს ეცვათ. სათვალთვალო ვიდეო კამერაში გარკვევით ჩანს, რა ეცვათ შემთხვევის ადგილისკენ მიმავალ მოზარდებს. ჩანს, რომ ერთ მათგანს ეცვა ლურჯი, თეთრზოლებიანი ჟაკეტი და სახეზე ნიღაბივით ჰქონდა აფარებული ბენდენა. მეორეს თავზე ეხურა კეპი. სად გაქრა ეს ტანსაცმელი, დარჩა თუ არა მათზე დანაშაულის კვალი, ძიებას არ დაუდგენია. პროკურატურამ ბრალდებულისგან მიიღო პასუხი, რომ ქურთუკი გაყიდა ინტერნეტ საიტით. ნიღაბი და კეპი ჩააგდეს ურნაში, ფეხსაცმელზე კი შეკითხვაც არ არის დასმული. რატომ? ჩვენ ვცადეთ გვეკითხა გამოძიებისთვის ამ არსებითი გარემოების შესახებ. მაგრამ სამართალდამცავმა უწყებამ არც წერილობით კითხვებზე გვიპასუხა და არც შეხვედრაზე დაგვთანხმდა. არადახომაშკარაა, რომ დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებას მინიმუმ იმის დადგენა მაინც შეეძლო, მართლა გაყიდა თუ არა ინტერნეტით აგმ ქურთუკი. რომელი საიტით გაყიდა, როდის, რა ვითარებაში. რასაც IT ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენდა. მაგრამ ასეთი მცდელობა პროკურატურას არ ჰქონია. განზრახვა. ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი დაუკავშირდა ბრალდებულების მხარეს, რომელთაგან მხოლოდ საქმის მთავარი ბრალდებულის, აგს მამა დავით ახმედ შეხვედრაზე. ის აღიარებს, რომ ძიმია იმ დანაშაულის შედეგი, რომელიც მისმა შვილმა ჩაიდინა და არ უკვირს ის პოზიცია, რომელიც გიგა ავალიანის ოჯახს აქვს მომხდარის გამო. მაგრამ მტკიცეთ სჯერა, რომ მისი შვილი არ იმსახურებს ისეთ მკაცრ სასჯელს, რომელიც მას პროკურატურის მიერ მოთხოვნილი მუხლით ემუქრება.
აგს ოჯახი ცდილობს და ჩვენთან საუბარში ეს არც დაუმალავს, რომ სისხლის სამართლის 117 მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, შეუმსუბუქდეს არასრულწლოვანს, რადგან მიაჩნიათ, რომ უბედური შემთხვევა მხოლოდ გაუფრთხილებლობის შედეგად დადგა. ბრალდებულის მხარემ დაცვის ეს სტრატეგია, როგორც ჩანს, სასამართლოს წინ შეიმუშავა, რასაც ჩვენი ინფორმაციით არ დაეთანხმა მათი ადვოკატი. ამიტომ ოჯახმა სასამართლოზე აგს დასაცავად ადვოკატთა სხვა ჯგუფი აიყვანა. ირმა ჭკადუა და მისი ოფისის ადვოკატები. მაგრამ საკითხავია დაცვის ნებისმიერი სტრატეგიის შემთხვევაში, როგორ შეძლებს სასამართლო იმ მტკიცებულებების გაუთვალისწინებლობას, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებენ ჩადენილი დანაშაულის წინასწარ განზრახულობას, ორგანიზებას და განზრახულის სისრულეში მოყვანას, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელშიც ყველაფერი ზუსტად ისე იყო დაგეგმილი, როგორც შემდეგ მოხდა, შუბლის არეში ჭრილობის მიყენების ჩათვლით. გამომძიებელი რეპორტიორი აქვეყნებს არასრულწლოვანთა მიმოწერებს სოციალურ ქსელში, რომლის ნაწილი დღემდე გაუხმაურებელია. მიმოწერას ვაქვეყნებთ ავტორთა ვინაობის დასახელების გარეშე, რაც ბავშვთა უფლებათა კოდექსითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით არის მოთხოვნილი. არასრულწლოვანების მიმოწერა პირდაპირ ადასტურებს არამხოლოდ დანაშაულის განზრახვას ზოგადად, არამედ იმას, რომ რაც 1 ოქტომბრის ღამეს მოხდა, ამ მიმოწერებში წინასწარ დეტალურად იყო აღწერილი. გიგა ავალიანთან ანგარიშწორება მათი ლექსიკით ასე იგეგმებოდა. ჯგუფურად შტურმით მივარდნა ღამე, სახეზე ნიღბებით, შუბლზე გაჭრა, ნეკნების ჩალეწვა, მაგის სისხლი მელანდება, უგონო მდგომარეობამდე მივიყვან. 29 სექტემბერს თავდასხმამდე 2 დღით ადრე აგ მეგობარს ანს სწერდა. გაკვეთილზე შტურმით შევარდები ბიჭებთან ერთად. იმენა შტურმით ვიყო. გავჭრი შუბლზე. ავაწერ და ნეკნებს ჩაულეწავ. იმენა დავაწერ შუბლზე, ოღონდ ისე ღრმა დამოვჭრი, რომ ცხოვრების ბოლომდე შრამი ჰქონდეს. ან არ გიცნოს ძმა, ნსთან თემქაზე რომ გახვალ და ამბები. აგ რანაირად მასკა შავები და ეგ არის. ჯგუფური თავდასხმა, განზრახკვლელობა, მუქარა, ყველაფერია. 30 სექტემბერი. აგ ხვალ გავდივარ, ისე უნდა ვუსატკაო. და იმედია ხვალ მაინც დავითრევ. დედამისთან ერთად ასწავლის და მაგასთან ერთად თუ წამოვიდა ვერ ვიზამ ვერაფერს. მე მინდოდა დედამისზე ტომარას ჩამოფარება და ისე მეცემა. ის მერე, მაგრამ ჩემმა ძმაკაცმა არ მოსულაო და მებაზრა და მაგას არ ვიზამ. ამიტომ მარტო უნდა დავითრიო. აგ დილით კაცის ჩამის გაუგია, ღამე უნდა ქნა, ნაკლები მოწმე, ნაკლები თვალი. აგ კაი წავედი, აღარ შემიძლია მაგის სისხლი მელანდება უკვე. 30 სექტემბერს თავდასხმის წინა დღეს აგ გიგა ავალიანზე თავდასხმის მეორე მონაწილეს გრს სწერდა. აგ მარტო მე და შენ გავდივართ და რაც არ უნდა მოხდეს მაგ იყო თუ არა დანაშაული ჯგუფური. ამ მიმოწერით დასტურდება, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმას რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმავდა არასრულწლოვანთა ჯგუფი. თავდასხმის დაგეგმვაში 3 ვაჟი და 1 გოგონა მონაწილეობდნენ. ეს უკანასკნელი აგს კლასელი და მეგობარი იყო. მეგობრობდა ნ ისთანაც, რომელიც 1 კლასით ქვემოთ სწავლობდა. ნ ი კი ის გოგონა, რომლის გამო ეჭვიანებას ასახელებს აგ გიგა ავალიანზე თავდასხმის მიზეზად. მიმოწერიდან გარკვევით ჩანს, რომ აგ-სა და ნ ის საერთო მეგობარმა გოგონამ ან იცოდა, რომელ დღეს უნდა დასხმოდნენ თავს გიგა ავალიანს. იცოდა ისიც, რა ფორმით უნდა გასწორებოდნენ მას. სწორედ მასთან მესიჯებში საუბრობს აგ, რომ გიგა ავალიანს შუბლი უნდა გაუხეთქოს, დაამციროს და მიაყენოს ყველანაირი შეურაცხყოფა. 3 თვის განმავლობაში პროკურატურა ამ გოგონას დანაშაულის შეუტყობინებლობასაც კი არ ედავებოდა და მხოლოდ მას შემდეგ წაუყენა ბრალი ამ საფუძველზე, რაც ოჯახმა გაასაჯაროვა ამ გოგონასთან მთავარი ბრალდებულის მიმოწერა. ამ ინფორმაციამ დიდი საზოგადოებრივი ნებათაღელვა გამოიწვია. პროკურატურამ ანსთან ერთად დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი კიდევ ერთ ახალგაზრდას დ-ს წაუყენა. დ-ს აგ-ს და გ-ს უბნელია, რომელიც გარდა იმისა, რომ თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილესთან
ამ დანაშაულის შესახებ მიმოწერებში იყო ჩართული 29 სექტემბერს წინა დღეს დანარჩენ ორ თავდამსხმელთან ერთად ავალიანების სახლთან იყო ჩასაფრებული ამ უკანასკნელის დასასჯელად. იმ დღეს მხოლოდ იმიტომ ვერ შედგა თავდასხმა, რომ გიგა ავალიანი დედასთან ერთად იყო და ვერ დაიმარტო ხელეს. სწორედ გ-სა და დ-ს შორის მიწერილი მესიჯებიდან ჩანს ეს. რავი ბიჭო, ნერვიულობ რა, ყველაფერს ვარაუდობ იმენა. აბა შეჩემა ხომ არ მოეჩვენებოდათ მესამე კაცი პირველ დღეს. დ-ჩ რა თქვეს ჩემზე? გ-რ ის მესამე რომ იყო მესამეო, ჯერ შენზე არაფერს ვამბობთ. თუ შეგვეკითხეს ვიძახით, არ ვიცით. უბრალოდ გამოვიყოლეთ, უბნელია, რამე რუმე. პროკურატურას არ უნდა გასჭირვებოდა ამ მიმოწერებით იმის დამტკიცება, რომ დანაშაული ჯგუფურად დაიგეგმა და მოხდა. ჯგუფი, რომელმაც დაგეგმა ეს დანაშაული, პირველ დღეს ერთად გავიდა დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოსაყვანად. მეორე დღეს კი იგივე ჯგუფი ერთი ადამიანის გამოკლებით წავიდა გიგა ავალიანის დასასჯელად. საინტერესოა, კიდევ რა სჭირდებოდა პროკურატურას დანაშაულის ჯგუფურად დასაკვალიფიცირებლად. იმისათვის რომ დაკვალიფიცირებულიყო ჯგუფურობა, საჭირო იყო რომ მეორე პირსაც მონაწილეობა მიეღო ამ დანაშაულში, ხო? თანაამსრულებელი ყოფილიყო. აქ არ იყო აუცილებელი რომ მასაც ძიმე დაზიანება მიეყენებინა. მეორე პირთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს ბრალი წაყენებული აქვს შეუტყობინებლობაზე, სახეზია განზრახვა, რომ გაყვეს მეგობარს და მიაყენონ ერთად ძიმე დაზიანება და სახეზი არის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ეს მეორე ბიჭი, რომლის მიმართ კვალიფიკაციაზეც გვაქვს პრეტენზია, ადგილზე აყენებს შეურაცხყოფას, ურტყამს ხელს სახეში და ანუ სახეზია ძალადობა. მარტო ეს იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ მეორე ბიჭს წაყენებოდა ბრალი სხეულის დაზიანებაზე, რაც საფუძველ შეუქმნიდა პროკურატურას იმისათვის, რომ როდესაც ორი თანაამსრულებელია, ამისთვის მიეცათ ჯგუფურის კვალიფიკაცია. ეს რაც გამოძიების მასალებით უკვე დადგენილია. როგორ ყვებიან თავდამსხმელები შემთხვევის დეტალებს? სად იკვეთება სიცრუე? აგ მიყურებდა თვალებში, ელოდებოდა როდის ვიტყოდი რამეს. ჩემდაუნებურად მარჯვენა ხელის მუჭი დავარტყი მარცხენა ლოყის არეში. გ აგმ მოუქნია მარჯვენა ხელი, კერძოდ შეკრული მუშტი და ავალიანს მოარტყა მარცხენა ლოყაში. მე სახეზე გაღვიძების მიზნით შევეხე გიგა ავალიანს, თუმცა არ დამირტყამს მისთვის. ცენტრის მისამართი, როგორც ვიცი, უთხრა ნ-იმ. ამ ჩვენებების მიხედვით, ფეხთაფეხ ადევნებული მოზარდები გიგა ავალიანს მოულოდნელად დაესხნენ თავს და შემდეგ აგმ ხელის ერთი მოქნევით დააგდო ავალიანი ძირს. ძირს დავარდნილმა ავალიანმა სცადა თავის წამოწევა და კეფა დაარტყა ასფალტზე. დაცვის ამ სტრატეგიით, სწორედ ამის შედეგად მიიღო ტვინის მძიმე დაზიანება ავალიანმა და არა თავდასხმის შედეგად. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა გაიარა არაერთი კონსულტაცია კრიმინალისტებთან და მედიკოსებთან, მათ შორის ნეიროქირურგიის დარგში. ყველა კრიმინალისტმა და მედიკოსმა თქვა ერთი და იგივე. პირველი, რომ შეუძლებელია თავში მუშტის დარტყმით ადამიანს გაუტყდეს შუბლის ძვალი, რაც თითქოს დაცვის სტრატეგიის მიხედვით მოხდა გიგა ავალიანის შემთხვევაში. და მეორე, შეუძლებელია კეფის დარტყმით, რასაც ამტკიცებენ თავდამსხმელები, შუბლის ნაწილში დაზიანდეს ძვალი ან რბილი ქსოვილები და გაჩნდეს ჰემატომები, რაც კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით გიგა ავალიანს ჰქონდა. მედიკოსებისა და კრიმინალისტების განმარტებით, შუბლის წილში მძიმე დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ შუბლის არეში მიყენებულმა მძიმე დაზიანებებმა. ასეთი დაზიანებების მიყენება კი შესაძლებელია მხოლოდ მძიმე საგნის დარტყმით. ადამიანის ხელს ასეთი ტრამვის მიყენება არ შეუძლია. ის რო კეფა დაარტყა შუბლი მოწყდა, ხო, მე არ მინახავს არასდროს. შუბლის ძვალი არის ერთ-ერთი ყველაზე სქელი ძვალია თავის ქალაზე. კეფა დაარტყა და ძვალი მოწყდა და კიდე პლუს რბილ ქსოვილებში მოხდა ეს უკვე წარმოუდგენელია.
უკან დაარტყა წინ რბილი ქსოვილები არ ზიანდება. კეფის დაარტყმით რბილი ქსოვილები შუბლში ვერ დაზიანდება, ეს ანატომიურად შეუძლებელია, იმიტომ აბსოლუტურად სხვა რაღაცაა რა. და ეს ძვალია და რო წარმოიდგინე აქ დაარტყა და ესე გადანაწილდა რომ მაინდა-მაინც გასკდა შუბლი, მე არ მინახავს ესეთი რამე რა. ხელი დაარტყა ვიღაცამ ეხა ავიცი, შეიძლება ტაისონმა რო დაარტყას მოგლას ადამიანი, მაგრამ ესეთი სერიოზული დაზიანება ტვინის თანაც ხელის ძვლები ბევრად სუსტია ვიდრე შუბლი რა. მაშ რის შედეგად მიიღო შუბლის ასეთი მძიმე დაზიანებები გიგა ავალიანმა? თუ ეს შეუძლებელი იყო მუშტის ზემოქმედებით ან კეფის დარტყმით ასფალტზე. რამ გამოიწვია შუბლის წილში ძვლისა და რბილი ქსოვილების ასეთი მძიმე დაზიანებები, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა? სად არის ამ კითხვებზე პასუხი? ვის უნდა გაეცა ეს პასუხი გიგა ავალიანის ოჯახისთვის და მისი დედისთვის? რა თქმა უნდა პროკურატურას, რომელმაც ეს არ გააკეთა. ამ შემთხვევაში ახლა კონკრეტულ სიტუაციაში ოჯახი ძალიან ნიჰილისტურად არის განწყობილი, ვინაიდან ძალიან გაუცრუვდათ იმედები, ბოლომდე ჯეროდათ რომ სახელმწიფო მათ ზურგს უმაგრებდათ, რომ მართლა კოლოსალური სამუშაო ჩატარდა, უბრალოდ მნიშვნელოვანი ინფორმატიული დეტალები არის გამორჩენილი. ვერ გეტყვით ეს შეგნებულად არის, არ არის შეგნებულად, მაგრამ არის მნიშვნელოვანი. სულაც რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, როდესაც დაზარალებულს რჩება კითხვები, რომელზეც პასუხი არ აქვს, ეს რა თქმა უნდა არის საგამოძიებო ორგანოს მუშაობის ნაკლი. დანაშაულის იარაღი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შუბლის წილში დარტყმები განხორციელებულია ბლაგვის საგნის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დარტყმით. ამ ვერსიას ამაგრებს შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დანაშაულის ადგილას ნაპოვნი ქვა. ქვა, როგორც გიგას ხურს ასმენები, დანაშაულის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცავებმა ვერ აღმოაჩინეს. ეს ქვაც ოჯახმა იპოვა. მათ ჯერ შენიშნეს, რომ სასწავლო ცენტრის წინ მდგარი ხის ირგვლივ შემოვლებული ქვების რიგს აკლდა ერთი ქვა. ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც მოზარდები გიგა ავალიანს უსაფრთხებოდნენ. ზუსტად მსგავსი ფორმისა და სიდიდის ქვა ოჯახმა შემთხვევის ადგილას იპოვა. შეატყობინა პოლიციას, რომელმაც ქვა ამოიღო და კომპლექსურ ექსპერტიზაზე გაგზავნა იმის დასადგენად, აღმოჩნდება თუ არა მასზე შემთხვევაში მონაწილე რომელიმე პირის ბიოლოგიური მასალა. ან მსხვერპლის, ან თავდამსხმელების. ჩვენ ვნახეთ თავდასხმის ადგილი, რომელიც ისეა პირწმინდად გაწმენდილი ქვებისაგან, რომ იქ სპონტანურად ქვის პოვნა გამორიცხულია. ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ის მართლაც მიტანილია სასწავლო ცენტრის ტერიტორიიდან, რაც ნიადაგის ექსპერტიზით შეიძლება გაირკვეს. დანაშაულის მოტივი გარდაცვლილის პატივისა და ღირსების წინააღმდეგ. 1 ოქტომბრის სასტიკი ტრაგედიის მიზეზად ბრალდებულის მხარემ დაასახელა აგ-ს ეჭვიანობა მეგობარი გოგონას ნ-ის გამო, რომელიც მათემატიკაში მეწადინეობდა ავალიანების სასწავლო ცენტრში. აგ-ს ჩვენებიდან ნ-მ რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მითხრა, რომ ხსენებული პედაგოგი მის მიმართ იჩენდა მეტ ინტერესს, რაც გამოიხატებოდა ნ-სთან ხშირ კომუნიკაციაში და ნ-სგან ვიცი, რომ მესენჯერში მისწერა, რომ წუხდა გაკვეთილის გაცდენის გამო. ასევე ერთხელ გაკვეთილის შემდეგ შესთავაზა, რომ გააცილებდა სახლში. აღნიშნულით ნ იყო შეწუხებული. ნ-ი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თავადაც ყვება, რომ გიგა ავალიანი გაკვეთილების მსვლელობისას მის მიმართ გამორჩეულ ყურადღებას იჩენდა. არ ღვევდა მის პირად სივრცეს, აწუხებდა ზედმეტი ყურადღებით, რის გამოც შეწუხებულმა ეს აგ-ს შესჩივლა. ნ-ის ჩვენებიდან. ნელ-ნელა იჩენდა ინტერესს, მეუბნებოდა კომპლიმენტებს. რა ლამაზი ხარ. სხვებთან ერთად ვიყავი ორჯერ. მერე მესენჯერით ჩამინიშნა დამატებითი გაკვეთილები, რომ დავწელოდი პროგრამას. ორჯერ აღმოვჩნდი მარტო. რამდენჯერმე ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან ახსნისას და დაარღვია ჩემი პირადი სივრცე. რამდენადაც სწორად მახსოვს ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, ჩემი დავალება თითქოს განზრახ მოიტოვა ბოლოს. და როდესაც სხვა ბავშვები წავიდნენ და მარტო დავრჩი, მომცა დავალება, ხოლო წამოსვლისას შემომთავაზა გაცილება, რაზეც მე მას უარი ვუთხარი. არაფრით მტკიცდება, რომ გიგა ავალიანი ნ-ის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა.
ჩვენ შევხვდით იმ მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებს, რომლებიც ΝИ-ისთან ერთად იწყდნენ გიგა ავალიანის გაკვეთილებზე. ყველა ბავშვი გადაჭრით ამბობს შემდეგს. ΝИ გაკვეთილებზე თითქმის არ დადიოდა, ხოლო მასწავლებელი ყველას, ვინც აცდენდა, აღდგენით გაკვეთილებზე იბარებდა. გაკვეთილებზე გიგა ავალიანს განსაკუთრებული ყურადღება ΝИ-ის მიმართ არასდროს გამოუჩენია. ის ყველა მოსწავლის მიმართ თანაბრად ყურადღებიანი იყო. რაც შეეხება ბოლო 29 სექტემბრის გაკვეთილს, ახალგაზრდების თქმით, არც ის შეეფერება სიმართლეს, რომ ΝИ გაკვეთილების შემდეგ დატოვა მასწავლებელმა. მათ ახსოვთ, რომ გაკვეთილის შემდეგ ყველა ერთად გამოვიდა ავალიანების სასწავლო ცენტრიდან. მათთან ერთად იყო ΝИ-იც. 29 სექტემბერს უშნახევარზე გვიტარდება გაკვეთილი. მივედით და ჩვეულებრივ ჩავტარდა გაკვეთილი და ყველანი ერთად გამოვედით. არაფერი არ მოხდარა საერთოდ მაგ დროს. გაკვეთილების აღდგენა გიგას მიერ ჩვეულებრივ რამე ტარდებოდა, მეც გავღაცდინე ერთხელ და ჩვეულებრივ ჩამიტარა. მოვედი და მეორეჯერ ჩამიტარა, ყველაფერი ამიხსნა და ვინც აცდენდა, მარტო ჩვენ ჯგუფში არა, ზოგადად ყველა. ნახეთ, რას გეკითხებით, მარტოს ჩაგიტარათ? მარტო დაგიბარათ? ხო. მარტო დაგიბარათ. არა, ესეთი რაღაცა რომ ცალკე დაეტოვა რომელიმე მოსწავლე მაგ დღეს არ მახსოვს. არანაირ განსხვავებულს არაფერს ვერ ვიხსენებ უფრო სწორად და წესით არც ისე არ იყო. უბრალოდ გამოვედით, დავიშალეთ ბავშვები. ვერავინ ვერაფერი გაიხსენა ΝИ-ის ორკვირიანი მეცადინეობის პერიოდიდან, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მისი მეგობარი ბიჭის ეჭვიანობა. თავად გოგონაც კი ვერ ასახელებს თავის ჩვენებაში თუნდაც ოდნავ დამაჯერებელ არგუმენტებს იმის საჩვენებლად, რომ მასწავლებელი მასთან ურთიერთობაში არღვევდა პედაგოგის ეთიკას. ბრალდებული A-გც ჩვენებაში ვერ განმარტავს, კონკრეტულად რას უნდა გამოეყვანა მდგომარეობიდან ისე, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეფიქრა მეგობრებთან ერთად გიგა ავალიანის მიმართ სასტიკი ანგარიშწორების გეგმაზე, სისხლზე, დასჯაზე და შემდეგ ყოველგვარი სიტყვიერი კომუნიკაციის გარეშე პირდაპირ თავდასხმითა და სასიკვდილო დარტყმებით გაესწორებინა ანგარიში. ასეთი დაუსაბუთებელი მოტივით კი არა მხოლოდ ილახება გარდაცვლილის პატივი და ღირსება, არამედ ეს მოტივი არც სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად გამოდგება ობიექტური მართლმსაჯულებისთვის. ნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო. კლინიკა. ჩვენ ჟურნალისტური გამოძიებით ვცადეთ აღგვედგინა კომაში მყოფი გიგა ავალიანის უკანასკნელი დღეების სურათი. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ თავად ტრავმების სიმძიმის გამო ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში დიდი ალბათობით შესაძლოა მაინც დამდგარიყო ლეტალური შედეგი. მაგრამ აუცილებლად შესაძლებელია კლინიკის მედპერსონალის პასუხისმგებლობაც, რაც უნდა გამოეჩინათ ნებისმიერი პაციენტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგებოდა. სამედიცინო ისტორიის ჩანაწერებიდან ცხადი ხდება, რომ ქართულ ჰოლანდიურ ჰოსპიტალში, სადაც სასწრაფო დახმარებამ გიგა ავალიანი გადაიყვანა, ბევრი ისეთი რამ მოხდა, რისი ახსნის ვალდებულებაც ამ კლინიკას აუცილებლად დაეკისრება. პირველი და ალბათ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ოჯახის მტკიცებით თავის კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათი ექიმებმა მხოლოდ რამდენიმე საათის დაგვიანებით ნახეს, მაშინაც ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით. თავზე მიყენებული ტრავმაც კი დედამ აღმოაჩინა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გიგა ავალიანს კურნალობა კლინიკაში 4 საათის დაგვიანებით დაუწყეს. დედამ იგრძნო შვილის თავის ფორმის შეცვლა, მიხვდა, რომ თავი ასიმეტრიული იყო და ფაქტობრივად აიძულა მედპერსონალი სასწრაფოდ გაეშიფრათ კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხი. მე მივხვდი, რომ ეს იყო თავი. კრუნჩხით თვალის გუგები არ ვიცოდი თავის მიზეზი თუ უნდა ყოფილიყო. მე მივხვდი, რომ თავი ეს რო ვუთხარი ექიმს, ეს რა არის ვეუბნები? თავის ფორმა. მეუბნები, არა ჩემს შვილს არ აქვს ასიმეტრიული თავი. მე ვუთხარი, ეს სიტყვა დაიჭირა ექიმად. არ უნახავთ საერთოდ პირველი კატეთქო მაგას ვიძახით. 11 ქულით შევიდა. ეს ნიშნავს რას? მარტივ პასუხებს პასუხობდა. დამძიმდა 8-მდე ჩავარდა კომაში. ანუ თვითონ იმ დროს რომ გაკეთდეს, მარტივ ის რომ დედაჩემს დაურეკეთ. კოდი ვერ მოხსნა ტელეფონზე, მაგრამ ის თქვა რომ დედაჩემს დაურეკეთ. თქვა ის რომ გიგა ქვია. თქვა ის რომ ავალიანია გვარად. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა სთხოვა კლინიკის დირექციას აეხსნა, რატომ მოხდა ასეთი რამ, რატომ ვერ აღმოაჩინეს ექიმებმა ტრავმა თავზე და რატომ დააგვიანეს კატეს პასუხის წაკითხვა.
მაგაზე ვერ გეტყვით, აი თქვენაც მომიყევით, რომ დედამ ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ჯერ ისეთი არ შევწრები ვარ იქ მომენტს და ვერ გეტყვით ვერაფერს. დედა ხო ამბობს, რომ ეს რაღაცა ტრავმა აღმოაჩინა და ასე შემდეგ, ხო? ვერ გეტყვით თქო მაგაზე ვერაფერს. ანუ მე ვერ შევესწარი და ვერ ვიტყვი, რომ იქ ტრავმა დედამ აღმოაჩინა თუ არა, ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგაზე. მაგაზე არ მაქვს რამე კომენტარი. თქვენ წეღან დამიდასტურეთ, რომ პაციენტი არის შემოსული, 11-ს რო აკლია 10 წუთი და 12-ის ნახევარზე ჩაუტარდა პირველი ტომოგრაფიული კვლევა. ანუ 40 წუთის დაგვიანებით. არის თუ არა ეს ნორმალური? 40 წუთში დაგვიანებულია თუ არ არის დაგვიანებული, მე ვერ გეტყვით. მე ექსპერტიზა, რომელიც იტყვის ამის შესახებ და დაწერს ჩანაწერს გააკეთებს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ გიგა ავალიანის სამედიცინო ისტორიაში არ აღმოჩნდა აღწერილი სხეულის ყველა დაზიანება. კერძოდ დაზიანებები წინა მხარეს, მუხლის, სახის, ხელის, შუბლის არეში. სამედიცინო ჩანაწერებში დაზიანებები აღწერილია მხოლოდ კეფაზე და თხემზე. მახსოვს გიგას მარჯვენა ხელის დაზიანება. ეხლა უკვე რეანიმაციაში გიგას მარცხენა მხრიდან ვუყურებდით. მარცხენა მხარეს ჰქონდა აი ეს ადგილი გახეხილი, აქაც წახეხილი და ესეც ჩაწითლებული. ნუ მარჯვენა ხელი უფრო მეტად, ესეც გაწითლებული. ჰქონდა მუხლის, მარცხენა მუხლის შიგა ნაწილი, ეს დიდხანს გაუგრძელდა. ახლა ერთი დაცემით გიგა ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. ერთი დარტყმით გიგა ავალიანს ვერ მოკლავდა. ვერც ერთი ეს დაზიანება, რომლებიც გიგა ავალიანის სხეულზე დედამ და სხვა ნათესავებმა ნახეს, ვერ გახდა საგამოძიებო ორგანოების მსჯელობის საგანი, რადგან ისინი ოფიციალურად არ იყო სამედიცინო ისტორიაში ნაჩვენები. თუმცა ამ დაზიანებების დაფიქსირებას ბევრი რამის შეცვლა შეეძლო, რაზეც გამოძიებას უნდა ემსჯელა. კერძოდ, როგორ მიიღებდა გიგა ავალიანის სხეულის წინა მხარეს დაზიანებებს, თუ მას როგორც თავდამსხმელები ყვებიან, მხოლოდ ერთხელ დაარტყეს სახეში და ის მყისიერად დაეცა ზურგზე. რით აიხსნება სხეულის წინა მხარეს მიყენებული ამდენი დაზიანება და რატომ არ აღწერა ისინი ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალმა. გიგა ავალიანის საქმე უკვე ეწერება საზოგადოებრივად რეზონანსული გახმაურებული საქმეების ისტორიაში, რამაც უნდა დააფიქროს ქართული მართლმსაჯულება. როგორ გაგრძელდება და რა ნიშნულს მიაღწევს ავალიანის საქმით გამოწვეული რეზონანსი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პროკურატურის უკან დახევის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მზად არიან გამოიძიონ საქმის ყველა დეტალი დაზარალებულ მხარესთან თანამშრომლობით. სრული მზაობაა პროკურატურის მხრიდან, რომ დაზარალებულთან მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ, დაზარალებულის ყველა პოზიცია მოვისმინოთ, მათ შორის ხელმძღვანელმა პირებმა და გამოხატავთ მზაობას, რომ ნებისმიერ დროს შევხვდეთ დაზარალებულს და მოვისმინოთ მისი პოზიცია. ბოლოს სიტყვა ეკუთვნის სასამართლოს. თუმცა მოსამართლეს კანონი არ აძლევს უფლებას დაამძიმოს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი. სასამართლო პროცესის დამთავრებამდე ისევ მხოლოდ პროკურატურას რჩება ყველა ბერკეტი ბრალდების შესაცვლელად. მას შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას ბრალდებაზე და შეუძლია ისიც, რომ წარადგინოს ახალი მტკიცებულებები ბრალის დასამძიმებლად. კანონი უტოვებს მას შანსს, ახლა მაინც აღიაროს, რომ გიგა ავალიანის საქმეში ბრალდების კვალიფიკაცია არ არის სწორი, არ შეესაბამება საქმის არსს, რომ ყველა მტკიცებულება არ მივიდა მართლმსაჯულების სასწორის სპინამდე, რის გაკეთებაც მის გარდა არავის შეუძლია. ნახოთ, როგორ გაგრძელდება გიგა ავალიანის საქმე.